პირველი პოდკასტი ზოგადად საქართველოში, პირველი ინტერვიუ, სადაც შემოყვედი სტუმრად, შემთხვევა ძალიან. ბოლო იქნები. მიზანი არ არის ძვირფასო საზოგადოება, რომ მე თქვენ მოგეწონოთ. ჩემი მიზანი არის, რომ მე თქვენ ჩაგაფიქროთ. ასტროლოგიურად არსებობენ თუ არა ნიშნები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად აშულებენ ბავშვებს. ეხა მეცემიან ეს ნიშნები, მაგრამ არა უშავს, აიტანთ. როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება წავიდეს, როდესაც ცხოვრობ მერწყულით და ამ დროს ხარ კურო? ამის მერეც თუ ვერ მიხვდება ხალხი, რატომ უნდა იცოდნენ თავის რუკა და აღარ არის საშველი მართლა. გაშვილებული ბავშვის რუქის დადგენის მერე შესაძლებელია თუ არა მისი ბიოლოგიური მშობლის მოძიება. სავარაუდოდ აგრესიას გამოვიწვევ. ყველა მიცის რომ შენ გამჩენს აქვს სიმსივნე. სად აქვს სიმსივნე? მკერდზე, ხო? ხო. მკერდი რას უკავშირდება? თვარე რას უკავშირდება? დედობას ასტროლოგიაში. გამომირთეთ მიკროფონი. როგორც კი ბრიჯის ჩავუგდე ჩემი გამჩენის მონაცემი დახედა თუ არა იმ წავს მითხრა რომ ეს არის ეტეშენიო. ხო, დღეს ის არის პოპულარული და კაი ტიპად ითვლება TikTok-ზე გესმის და ამ დროს არიან გიჟები. არა, ხა გიჟები არიან, აბა რა არიან, უკაცრავად. არ გამოდის რომ ზივარ და გლანძღა. არ არის პრობლემა, და მოგწადით. აი მრქებუნებს ვერც კერ დაახერხავს. დაატეხავს. მაგრამ ამას არ აღიარებ. ხედავ რა ხდება იქ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. მე ვარ თამუნა მუსერიძე. სანამ ჩვენ სტუმარს წარვადგენ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია G-Line G. და თუ თქვენ ხართ ონლაინ შოპინგის მოყვარულები, მაშინ ეს კომპანია უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ სწორედ ამ კომპანიის დახმარებით მოახერხებთ თქვენ ყველაზე სწრაფად, ყველაზე ეფექტურად, ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე დაბალ ფასად თქვენი სასურველი ნივთის ტრანსპორტირებას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან. რაც შეეხება ჩვენ პოდკასტს, ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი სასურველი პოდკასტი, ინტერვიუ ან ვლოგი ჩაწეროთ, სწორედ რომ პოდკასტ პოინტს უნდა მიმართოთ. რაც შეეხება ჩვენ სტუმარს. ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომლის დახმარებითაც მე გავიგე, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობელი იყო ის, ვინც არის და რომ მე ვიდექი სწორ კვალზე. როდესაც გაშვილებული ბავშვი იწყებს ბიოლოგიური ოჯახის ძიებას, რატომღაც პირველ რიგში იწყებს საკუთარი დაბადების დღის და საათის ზებნას, მიდის სამშობიაროში, მიდის არქივში, თუმცა ამ ინფორმაციას მას სამწუხაროდ არავინ აძლევს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ასტროლოგიის დახმარებით გაიგო საკუთარი დაბადების დღე და რამდენად შეიძლება, რომ საკუთარი დაბადების დღე შეგიცვალონ და რამდენად არის მნიშვნელოვანი დაბადების დღის ცოდნა გაშვილებული ბავშვისთვის, ამას უკვე ჩვენ სტუმართან ერთად გაიგებთ. როდესაც ბავშვები იგებენ, რომ არიან გაშვილებულები, პირადად საკუთარი გამოცდილებით ვყვები ახლა ამ ამბავს, არიან სასწარკვეთაში და არ იციან რას ეცენ, ასე ვთქვათ და რა კვალს დაადგნენ. მათ შორის, აი ამ კვალებს შორის და ძიებებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული მიზეზი, რატომაც ბავშვები ეძებენ სიმართლე საკუთარ თავზე, არის ის, რომ ამ ადამიანებმა არ იციან საკუთარი დაბადების წელი თუ და რიცხვი და შესაბამისად არ იციან ჰოროსკოპით ვინ არიან. მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე როგორც სასწორმა, თუმცა გაირკვა, რომ ვარ ქალწული. რამდენად უშლის ხელს ასტროლოგიის არცოდნა წარმატების მიღწევას, რამდენად არის მნიშვნელოვანი ის, რომ ბავშვმა, ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს საკუთარი დაბადების წელი თუ და რიცხვი და იცხოვროს ასტროლოგიით, ამაზე ჩვენი სტუმარი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი ისაუბრებს. გამარჯობა, მოგესალმები. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. და კითხვას რომ პასუხი გავცეთ. ისეთი ღრმა კითხვა და მრავალწახნაგოვანი პასუხი შემიძლია მოგცემ, მაგრამ ორ განსხვავებულ პასუხს მოგცემ. ერთი ცოტა სიღრმისეული, მეორე უფრო პრაქტიკულ დონეზე. რადგან ძალიან ბევრს უნდა რომ მოვიდეს, გააკეთოს თავის ჩარტი და იძახის რომ აი მე არაფერი არ მესმის და რაღაცა. ანუ ასტროლოგმა მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით და ესეთი გაუგებარი და ეს სიტყვებით არ უნდა ისაუბროს და კი ბატონო სულიერებაში, რატომ დაიბადა ადამიანი, ცოტა ის მაღალ მატერიებზეც ვისაუბროთ, მაგრამ ვართ მიწიერი ადამიანები და პრაქტიკულობა აუცილებელია. მხოლოდ ის, რომ იუპიტერი შევიდა კირჩხიბში, შენთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს. დავისთავოთ. და გაბნა. ჩარტი უნდა იცოდე იმიტომ, ანუ შენი რუკა ადამიანმა, რომ გაიგო საერთოდ რატომ მოევლინე პლანეტა დედამიწას. რა მისია გაკისრია და ერთ-ერთი ადამიანი
ну ათასობით ადამიანთან მაქვს კავშირი და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აღმოჩენა ხარ შენ, შენი ჩარტით და შენი მისიით. თუმცა თავიდან როდესაც მე შენ და გიკავშირდი და დახმარება გთხოვე, შენ მითხარი კატეგორიული უარი. მე რა ვიციო ეხლა შენ. არა, რატო? მოვყვეთ თუ გინდათ მე ამოჭერე. ხალხო, ხდება ესეთი რაღაც, არ ვიცი რომ კამერას ვუყურებ და ხდება ესეთი რაღაც. ერთ დღეს ვიღაც მეუბნება რომ გეხვეწები ვიღაცის მესიჯი გახსენი და შევძვერი სპემებში. ხო. და იმასაც ერქვა თამუნა და ჯერ დავინახე შენ, იმიტომ რომ მიიქციე ყურადღება ვარდისფერი ზემოთათი და საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყავი, ოღონდ არ ვიცოდი. დიდი ხანია ვცხოვრობ საზღვარ გარეთ და ნუ არ ვიცოდი რა ხდება აქ. და ის რომ გავხსენი ეს ვარდისფერი მომეწონა და შენიც გავხსენი და ადამიანი მწერს ესეთ რაღაცას რომ არ ვიცი როდის ვარ დაბადებული, ვინ ვარ, რა ვარ და თუ გამიკეთებ ჩარტს და მე მეგონა რომ მეკაიფებოდი. მომემზადე და ნუ აღმოჩნდა რომ ანუ მე ხო საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა რა ანუ და აქედან გამომდინარე უარი გითხარი და რატომ შეიძლება 2-3 დღეში თუმცა ეს რაღაც ესეთი ნაშრომის ტოლფასია რომ გავარკვიო გავაკეთო რექტიფიკაცია როდის დაიბადა შეიძლება თუ არა რომ დაადგინო როდის არის ბავშვი დაბადებული თუ მან არ იცის მისი დაბადების თარიღი ამას ქვია რექტიფიკაცია. ოღონდ ეს რექტიფიკაცია ზოგადად კეთდება 24 საათზე და ნუ შეიძლება კარგი ასტროლოგი იყო, მაგრამ რექტიფიკაცია არ შეგეძლოს ცოტა კიდე სხვა თემა. წელი მაინც უნდა იცოდეთ და იმის დრო მაინც წელიწადის დრო. თუმცა რამოდენიმე დღეში უფრო ადვილია დადგენა შეიძლება, მაგრამ ეს არის ისეთი შრომატევადი, რომ მე პირადად არანაირი თანხის, ანუ არ მიღირს, მაგრამ შესაძლებელია, ოღონდ წელი და წელიწადის დრო მაინუ დაახლოებით მაინც უნდა იცოდე. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე ასტროლოგთან, არ დავასახელებ რა თქმა უნდა, მაგრამ ითხრას რომ ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ 3 თვი კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს ფანტასტიკური ასტროლოგი, მაგრამ რექტიფიკაცია საერთოდ სხვა საქმეა და საერთოდ სხვა სიტუაციებში იყურები და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია და მე არ მიღირს, არანაირი თანხად არ მიღირს, დავჯდე და ნუ ეს კვირები უნდა იჯდე და ადგინო. დადგენა შეიძლება. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ? რატომ არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ის რომ რაზეც ძალიან დიდი აქცენტი უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, თუმცა გვიან ხვდებიან ხოლმე სანამ არ გაუჭირდებათ. ეს არის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პრობლემები. როდესაც ადამიანს ვუკეთებ ჩარტს და ვეუბნებით დავუშვათ ქალბატონები არიან ძირითადად და რაღაც ცოტა მკერდი არ მომწონს ამ პერიოდიდან ამ პერიოდამდე მეუბნება რომ იცი რა მე ვიყავი ექიმთან და არაფერი არ მჭირს და მე მირეკავს უბრალოდ მწერს და მეუბნება რომ ვაიმე თქვენ რომ მითხარით ვიყავი და აღმომაჩნდა და პირველ სტადიაში დავიჭირე ხო ის დაავადება ამაზე უკეთეს ვერ გააკეთებ ადამიანი ხო ანუ პირველ რიგში არის იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელად და ვიცოდეთ რა საფრთხეები გვემუქრება და გავაკეთოთ პრევენცია რაღაც დონეზე. მეორე რიგში, იმიტომ რომ ჯერ ჯანმრთელობა და მერე მოდის ფული და კარგი ცხოვრება, ხო? რისთვისაც ასე ვიხვწით ყველა. მეორე არის ის, რომ რატომ დაიბადე, რა მისია გაკისრია. ის რომ შენი გაშვილებით შენ ისტორია დაწერე, არც მეტი, არც ნაკლები, ხა მეს პირფერობები და ისინი ჩემი სტილი არ არის. შენ ჩვეულებრივად დაწერე ისტორია და წერ და შენ უამრავ I got goosebumps. უამრავ საზიზღრობას ტკივილს და არ ვიცი, ახადე ფარდა და ეს არის შენი და 9 გრადუსი მშვილდოსანი. უდიდესი მისია, ხო? მშვილდოსანი რა არის? სიმართლეს ემსახურება, ხო? ანუ შენი მისია უნდა იცოდე და თუნდაც დაამუშავო შენი ტრამვები, რომ იყო უკეთესი დედა. რა თქმა უნდა შენ შემთხვევაში რომელ გაშვილებაზეა საუბარი, მაგრამ შენ შვილებს შენი ტრამვების დამუშავების გარეშე მიაყენებ ისეთ ტრამვებს, რომელსაც საერთოდ ვერც ხვდები, რომ შეიძლება ის მისთვის იყოს ტრამვული, ხო, როგორ შეიძლება ვერც ბეიბის ელაპარაკო, ისე როგორც თხის რქა ბეიბის ან თევზ ბეიბის, ეს არის გამორიცხული ამბავი, ხო? არ არსებობს. და ასტროლოგია აკეთებს მოდიფიცირებას, ასე ვთქვათ, ვის ასტროლოგია რა არის? სამყაროს ენის თარგმნა.
და არის ასტროლოგი, რომელიც არის ძალიან კარგი თარჯიმანი ამ ყველაფრის. ერთი ასტროლოგიური რუკა შეიძლება კონდეს დაახლოებით 2 ადამიანს, თქვათ 1-2 წუთში განსხვავებაში არიან დაბადებულები. მაგრამ ერთი ამოაშენებს მყარ კედლებს და ააშენებს სასახლეს, იმიტომ რომ სწორი გაიდენს აქვს და მეორე რაღაცა ქოხზეც თანახმაა. ხო. და ასტროლოგია გვეხმარება, მე ყოველთვის ვიცახი რომ არ არსებობს უნიჭო ადამიანის ჩარტი. ესეთი მე პირადად არ შემხვედრია. ასტროლოგია გვაჩვენებს სად გვაქვს ნიჭი, სად გვაქვს გასაქანი, როდის გავქანდეთ და სად გავქანდეთ? სად გავქანდეთ და რეალიზება გავაკეთოთ მაქსიმალურად ჩვენი თავის და რა თქმა უნდა ასტროლოგია სულიერების გარეშე არ არსებობს, სულიერება არ აგვერიოს რელიგიაში და მე მეკითხებიან ხოლმე ჩემი ამერიკელი კლიენტები, რომ არ გეშინია, რომ ეს ChatGPT და ასე შემდეგ, რომ აი შენი სპეციალობა საჭირო აღარ იქნება და მე ვეუბნები, ასტროლოგია არის სულიერება პირველ რიგში სულიერ საფეხურებზე ასვლის ეტაპები და სანამ იარსებებს ადამიანი და იმ ადამიანს სული აქვს, ის ადამიანი ყოველთვის ამჯობინებს ასტროლოგს, რომელიც სუნთქავს, ვიდრე ChatGPT-ს რაღაცა გაზეპირებულ ასუხებს, იმიტომ რომ IT და ეს განვითარებული ტექნიკა ვერასოდეს სულიერებას ვერ აითვისებს. ეს არის გამორიცხული ამბავი, ხო? აქედან გამომდინარე თუნდაც იცით რა არის კი სიკვდილიანობა და უბედური შემთხვევები ყველგან ხდება თავისთავად, მაგრამ საქართველოში ცოტა ცოდვიანი ქვეყანა ვართ. უნდა მივხვდეთ რატომ ვართ ცოდვიანი ქვეყანა და მივიდეთ ახლოს უფრო ღმერთთან და სულიერებასთან. ვის როგორ ესმის, ანუ თქვენინება ადამიანი წავა ეკლესიაში თუ პირდაპირ ელაპარაკება შემოქმედს, მაგრამ სულიერება საჭიროა და ყოველ ცხოვრებისეულმა, ყოველდღიურმა რიტმმა ისე არ უნდა ჩაგითრიოს, რომ დაკარგო ადამიანში ადამიანი. რამდენად სწოდავენ ამყვანი მშობლები, როდესაც შვილს უცვლიან დაბადების თარიღს. აი როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება წავიდეს, როდესაც ცხოვრობ მერწყულით და ამ დროს ხარ კურო. იმხელა დანაშაულია, ოღონდ მართლა ძალიან დიდი ცოდვა არა ნაკლებად იმაზე, ვიდრე ადამიანმა, რომელმაც გაყიდა ან მიაგდო თავისი შვილი და რატომ. რატომ? აი ამ blueprints ნახას უზილავ, საერთოდ უქრობ რამდენი კლიენტი მყავს ქართველი ხო, რომელიც საერთოდ გონზე ან არის 52 წლის ქალი და გონზე არ არის რატომ მოვიდა ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ არ იცის ვინ არის. და ვთქვათ გუშინ და გუშინ წინ დაინტერესდა ასტროლოგიით. და ამან ის მაინც იცის, როდის დაიბადა და შემდეგ რაღაც ასაკში მაინც გაიგებს და მოვა ხო ცოტა გონზე. და ადამიანმა რომელმაც საერთოდ არ იცის, ანუ წარმოიდგინე რომ შენ რაღაცა უზარმაზარ ბარიკადს უშენებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ჯანმრთელობა ხალხო ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, რომ ვთქვა ის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაში პირადად მე მიმიწვის ძალიან დიდი როლი. ერთ ამბავს გეტყვი, ამ ბავშვის დედას თვითონ უნდა რომ ჩაწეროს ჩემთან ვიდეო, ნუ кайხნის ამბავია უკვე, მაგრამ მე გავიგე შაშან რაც მოხდა. ეს ბავშვი არის ქართველი ამერიკელი ბავშვი. ამის მერეც თუ ვერ მიხვდება ხალხი რატომ უნდა იცოდნენ თავის რუკა და აღარ არის საშველი მართლა. ეს ბავშვი არის ქართველი ამერიკელი ბავშვი და დედა მოვიდა ჩემთან დაახლოებით 3 წლის წინ და გავაკეთე ბავშვის რუკა. ბავშვი არის ამერიკაში დაბადებული, თავისთავად წუთი წამი ყველაფერი ვიცით დაბადების. ამ ბავშვს აქვს ლუქიმია. და ნუ დედა მოვიდა ესეთი შეშლილი სახით რომ მოდის, რომ რაღაცა უნდა რომ დამაიმედებელი ვუთხრა. მე არასოდეს არ ვაძლევ ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით ისეთ ანუ ადამიანს არ უნდა უთხრა რომ მოკვდები, იმიტომ რომ ეს არის ამორალური პირველ რიგში და მეორე არა მომისმინე. პირველ რიგში ეს არის ამორალური. მე ღმერთი არ ვარ, მე მხოლოდ ასტროლოგი ვარ და მე დავინახავ საფრთხეს და ნუ არის რაღაცები ზუსტად ვიცი რომ აღარ იქნები, მაგრამ ადამიანი როდესაც მოდის და მით უმეტეს ბავშვის მშობელი, ამ ბავშვს მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გეტყვი რა მოხდა.
ან ეუბნებიან, რომ ბავშვილი არასდროს არ გეყოლება და ხალხი 8-9 წელი გათხოვილია და ამ ასტროლოგმა მითხრა, რომ შვილი არ გეყოლება, თუ გეყოლება გადაყვები. დავხედავ რუკას და ვეუბნები. ოკეი, შეიძლება გადაყოლოდი ამ წლიდან ამ წლამდე, იმიტომ იქ ცუდი დაბნელება, იქ ცუდი ასპექტი, მაგრამ აქედან ხსნილი გაქვს. რა თქვენ შვილი არ შენ ვინ ხარ, რა თქვენ შვილი არ გეყოლება? ჯერ 1000 საშუალება არსებობს, ხო? ანუ ასტროლოგი მორალური პრინციპები ცოტა სხვაგან უნდა გქონდეს და უნდა იყო პირველ რიგში ადამიანი და მერე ასტროლოგი და შენ თავზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება არ უნდა გქონდეს, რაც არ უნდა კარგი ასტროლოგი იყო. რომ დავხედე ამ ბავშვის ჩარტს, ნუ არაფერი ცუდი არ დამინახავს, ნუ პროგნოზი არა, დიაგნოზი ჰქონდა ის რაც ჰქონდა. და ნუ ვუყურებ ჩარტს და სხვათაშორის მოდი ამ თემასაც შევეხოთ, ჯერ ამ ისტორიას დავამთავრებ და ნუ ვხედავ რომ ბავშვი არ არის ჰომოსექსუალი, რაც ჩარტსში ჩანს და იმიტომ ვიცავ მთელი ცხოვრება მათ ჰომოსექსუალების rights უფლებებს რომ ჩარტში ჩანს ვინ ხარ bisexual homosexual transgenderi და ნუ არის ჩარტები რომ უბრალოდ ესია და შენ იმას ვერ გადააკეთებ სამყარო მოინდომა რომ ამ ინკარნაციაში ყოფილიყავი ასეთი და მშობელი უნდა მიუდგეს ძალიან გაგებით ამ საკითხს ნუ ამ ბავშვს დავხედე და აშკარად ტრადიციული იმის არის, არ არის ჰომოსექსუალი, მაგრამ ვხედავ რომ ცოტა ხანში რაღაცა ტრანსგენდერულ სიტუაციას ვხედავ, ანუ ვხედავ რომ ტრანსგენდერული ენერგიები რაც არის, ეს ამოძრავდება და ვეუბნები რომ ტრანსგენდერი არ გახდება, არც ჰომოსექსუალი არ გახდება, მაგრამ რაღაცა ხდება, ვეუბნები და ვერ ვიგებ რა ხდება, იმიტომ რომ ქალი ხდება კაცი, მაგრამ ხედავ რომ ამის ფიზიკური მანიფესტაცია არ ხდება. შაშამ წერს დედამისი, თვითონ ეს ქალბატონი არის ექიმი და არ ვიცოდიო აქამდეო, მე მით უმეტეს არ ვიცოდი. ამ ბავშვს სჭირდებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა, დონორი იყო ბიჭი და აღმოჩნდა, რომ როდესაც დონორი არის სხვა მოწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი, ქრომოსომები გიხდება კაცის. აი ესე. ხო, ეს ქალბატონი არის თვითონ ექიმი და არ ვიცოდიო, რომ ნუ სხვაგან ხრის ექიმი და არ ვიცოდიო და მეც ნუ შოკი მჭირდა და ამოვხსენი რომ რატომ ხედავდი ორ ენერგიას, მაგრამ ეს ვიცოდი რომ არ მოხდებოდა მის ფიზიკური მანიფესტაცია, ვთქვათ, იქ მკერდის მოკვეთა და ნუ ქვემოთ ოპერაცია, მაგრამ დავინახე ეს რაღაცა შერეული ენერგია და მეც ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ვერც წარმოვიდგენდი, გესმის? და წინა საკითხს დავუბრუნდები, მშობლებო. მე მესმის რომ არც ერთი მშობელი, რაც არ უნდა ესეთი აზროვნების იყოს, თანამედროვე ასე ვთქვათ, არც ერთი მშობელი არ ოცნებობს რომ დაებადოს განსხვავებული ორიენტაციის შვილი. მაგრამ მე რწმუნეთ, რომ ეს ბავშვი როგორც დაიბადება, ანუ რუკა როგორც შედგება, ეს უბრალოდ როგორც თეთრი და შავი ისე ჩანს. არის სიტუაციები, როდესაც გავლენის ქვეშ ექცევა საზოგადოების ან წრის გავლენის ქვეშ ადამიანი და მერე playing around, ხო? არის. და ის რომ შენ ხარ დედა და შენ ხარ მამა და შენ შვილმა ამოირჩიეთ ერთმანეთი. თქვენ ხო ამოირჩიეთ სინამდვილეში ერთმანეთი და იმიტომ ბავშვმა არჩია ამყვანი მშობელი? არჩია, იმიტომ რომ იმას აქვს წინა ინკარნაციებში რაღაცეები ცუდად გაკეთებული, რაზეც რა თქმა უნდა პირადად შენ რატომ უნდა აგო ხო პასუხი ასე ვთქვათ ამ ცხოვრებაში, მაგრამ იცით რა არის ხალხო? ქართველები ვართ ცოტა გაბრაზებული ერი და ეს ჩვენი ისტორიიდან მოდის, სულ თავის დაცვა გვჭირდებოდა და ნუ ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ, ძალიან საინტერესო, გენიალური ერი ვართ, თავისი კარგით და თავისი ცუდით, უბრალოდ ქართულს ცუდის დამუშავება არ უყვარს და თუ კონსტრუქციული კრიტიკა უთხარი ეგრევე თავდაცვის პოზიციაში გადმოდის. მაგრამ ჩვენ უფრო მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს, ოღონდ გაიაზროს, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა საქართველოს ჩემი საზრით ტყუპებია ასტროლოგიურად და ტყუპები არის ძალიან ჭკვიანი, პრაგმატული, პრაქტიკული ნიშანი, მაგრამ შორს ვერ იხედება. აი იქვე problem solver, იქვე უცებ მოაგვაროს ჭუჭყია, აწევს carpets, შეგვის, დააფარებს.
ეგ არ არის problem solving, ხო? ეს არა. მაგრამ მოიფიქრა, რომ ვიღაცამ არ დაინახოს, გესმის? მაგრამ განსაკუთრებით ქართველებმა, იმიტომ რომ ძალიან პატარა და მართლა გენიალური ერი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ პოსტებში ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ და მაქვს ამის უფლება და ცოტა სხვა გადმოსახედიდანაც ხედავ, რადგან 28 წელია არ ვცხოვრობ საქართველოში და იქაურსაც ხედავ, აქაურსაც. ქართველებმა რომ აი ამ ძალიან მორწმუნე ერმა, ხო, სულ ამაზეა ლაპარაკი და ყველა რაღაც ბლოგში ეკლესია აშენებული, სინამდვილეში რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვკვდებით, ჩვენ გარდავიცვლებით ძალიან დიდი განსხვავება ფიზიკური რად კვდები და სული გარდაიცვლება და ერთი ეს ჩემი მოსაზრება რა თქმა უნდა და ვერაფრით ვერ დავამტკიცებ და შეიძლება ბევრს იმედი გაუცრუდეს ვინც ჩაფიქრდება ამაზე ხო ეს იმას არ ნიშნავს მომისმინე და დამიჯერო ვიაზროვნოთ ხო ერთად მაგრამ მე ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვჯერა, ჩვენ რომ გარდავიცვლებით, ხვდებით ჩვენს მშობლებს, წინაპრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მართალი. ჩვენ რომ ხვდებოდეთ იმათ, ჩვენ ახალ ინკარნაციაში reincarnated არ ვიქნებოდით და ახლიდან დასამუშავებელი არ გვექნებოდა რაღაცეები. გესმის? ჩვენ რომ გავიაზროთ რომ ჩვენ გარდავიცვლებით და შემდეგ რეინკარნაციაში უფრო დიდი განსაცდელი გექნება აქ თუ ეს ვერ დაამუშავე. აი ამ დროს ხდება მთელი რიგი უბედურებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამდენი უბედური შემთხვევა და ამდენი უბედურება ხალხო ამ პაწაწინა ქვეყანაში რო ხდება, ამერიკა არის რაღაც 200 რაღაცა მილიონი თუ 300 რაღაც მილიონი, ნუ რო შეადარო, ნუ თითქმის ერთნაირად. ოღონდ მართლა, ამდენი უბედური შემთხვევას ვიცახი. ჯანმრთელობის საკითხი სხვა არის კიდე. ნუ ცოტა განსხვავებულ შეკითხვას დავსვა, მაგრამ ეს კითხვა ძალიან მეტრო დავსვა. საქართველოში არის ძალიან ბევრი კულტურად გამოცხადებული ბავშვი. ხო. სამშობია როში დედებს ეუბნებოდნენ ბავშვები გარდაიცვალნენ და ზოგი მართლა გარდაიცვალა, ზოგი არ გარდაიცვალა და გაყიდეს და ამას დედებს პასუხი არ აქვთ, ანუ რეალურად ვერ ვიგებთ რამდენი ბავშვია გარდაცვლილი. შესაძლებელია თუ არა ასტროლოგიური რუქით დადგენა ცოცხლები არიან თუ არა. თუ დედა მიცის, ეხლა მომისმენ რა ხდება? სხვა შემთხვევაში თუ პატარა ბავშვის რექტიფიკაციაც პატარა კეთდება ხარ 8 წლის ბავშვზე 3 საათიან რექტიფიკაციას ვერ გაკეთებ, იმიტომ რომ ფაქტები არის რამდენიმე დღის ბავშვზე საუბარი. ხო, არა, მომისმენ რას ვიცახი, თუ დედამ ზუსტად იცის, როდის და რა წუთში დაიბადა ბავშვი, იმიტომ რომ მე რექტიფიკაციის საშუალება არ მაქვს, ხო, ეუბნებიან მოკვდა, ხო, მე ის ბავშვი არ ვიცი ვინ არის. მაშინ ჩარტს დავხედავ და ვიცი გარდაიცვალა თუ არა. თუ არ იცის, ესე ჰაერში ვერ დავადგენ იმას. გაგება შეიძლება. საათი და დღე და წელი ნამდვილად თუ იცი, ოღონდ ის კი არა, საქართველოში რა პრობლემა გვაქვს? ზუსტი დრო, მე ვიცი ზუსტი დრო, რომელი? 7 საათი, რომელი? 8:30. ყველა 7 საათზე და 8:30-ზე როგორ გამოძვრა, ხო? ზუსტ დრო, ანუ ამრგვალებენ, გესმის? აქედან გამომდინარე, თუ ზუსტი რუკა ვიცი ბავშვის, ვიცი ცოცხალია თუ გარდაცვლილია. კარგი, გაშვილებული ბავშვის რუქის დადგენის მერე შესაძლებელია თუ არა მისი ბიოლოგიური მშობლის მოძიება. მოიცა ეხა სანამ ამაზე პასუხს გავცემ, ერთი პატარა ისტორია უნდა მოვყვე. მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ ჩემ რუქაზე ასე ვთქვათ მუშაობა, სხვადასხვა ქალბატონები სიები მქონდა რომლებიც იყვნენ სავარაუდო დედები და რომლებიც ძალიან ხშირად ემთხვეოდა რა ისტორიები, რომ იყო შანსი, რომ ისინი ყოფილიყვნენ შემშობლები, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ იმ ხმოვას ვერ მოგასმენინებ, რომელიც ბრიჯიტმა გამიგზავნა, მაგრამ როგორც კი ბრიჯის ჩაუგდე ჩემი გამჩენის მონაცემი დახედა თუ არა იმ წავს მითხრა რომ ეს არის ეტეშენიო. ხო. ეხლა მაგაზე გეტყვი. აბა. შენ მე მომეცი ვარიანტი. მე თუ მაქვს 2-3 ვარიანტი და თუ ცოტა ნუ ხა წამებში არ ხდება მის დადგენა თუ კარგად დახედავ ჩარტს აუცილებლად რატო ეხლა მე ისიც ვიცი იმის შვილი ვინ არის შენ რა მისიით ხარ დაკავშირებული და იმ ჩარტში სადვეძებო რომ გააჩინა შვილი რომელსაც ამხელა მისია თავისი ნუ როგორც მოხდა დააკისრა გესმის ეს მისია ვინ დამაკისრა მან დაგაკისრა, მაგრამ წინ უნდა გადავიდეთ ერთ-ორ ინკარნაციაში და ერთსაც გეტყვი, ძალიან ვეცდები. ყველა მიცის, რომ შენ გამჩენს აქვს სიმსივნე. ნუ აღარ აქვს, როგორც ვიცი. უკაცრავად. ამ ადამიანს სად აქვს სიმსივნე? მკერდზე, ხო? ხო.
კერდი რას უკავშირდება? მთვარე რას უკავშირდება დედობას ასტროლოგიაში? ხო? შემთხვევითია როგორ ფიქრობ? არ ვიცი, ახლა ისე ბევრს აქ კერდის სიმსივნე. ხო, მაგრამ ყველას გაშვილებული არ ყავს, მაგრამ რაღაც ხდება. კერდის სიმსივნე ასევე და ასევე საშვილოსნოს და ასევე ცლის არეში და ასევე დაკავშირებულია იმ ტრამვებთან, რომელიც ვერ გადავხარშეთ. ის ქალბატონი მიუხედავად იმისა, რომ ვერ მიგიღო თუ არ მიგიღო თუ როგორც არის ეს მისი საქმეა, ჩემი გასარჩევი არ არის. სინამდვილეში ხო ეს იმისთვის უდიდესი ტრამვაა. რა თქმა უნდა. ხო? გესმის რა გადაკვეთები ხდება? რა მოინტერესებს ამ შემთხვევაში ტრავმა რა არის? ბავშვის გაშულება თუ ის რაც მას პირადად დაემართა, რის მერეც ვერ მოახერხა პირადი ცხოვრების აწყობა, ან რის მერეც მოუწია ბევრი რაღაცის დამალვა, ან რის მერეც მოუწია ცოტა სხვანაირი ცხოვრების ცხოვრება. აი ტრავმა რა არის? მე არ თუ ვფიქრობ ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად არის, მაგრამ იცი რა არის? როგორც ასტროლოგს ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი, ძალიან ბევრი სინამდვილეში ხდება მის ცხოვრებაში და როგორც მჯეროდა მთელი ბავშვობა კომუნისტური წყობის ბავშვს, რომ რაღაც ქალიშვილი თუ არ ხარ, ვეღარ გათხოვდები, მე ჩემ ჩარჩი მე ჩემ კლიენტებში ძალიან ბევრი ქალიშვილი გათხოვილი არ მყავს და ვინ იყო ქალიშვილები არ ვიცი. რისი თქმა მინდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს გამო მან ვერ ააწყო პირადი ცხოვრება. მან საკუთარ თავს ვერ გადააბიჯა და არ იყო ძალა, რომ სწორად მოქცეულიყო. სწორად მოქცევაში რა იგულისხმება, მოდი ესეც. რომ ელემენტარული მოძღვარისთვის ეთქვა შენს შესახებ. ანუ შენ გესმის საერთოდ რა ხდება აქ. დაახლოებით. ვცდილობ გაგებას ვცდილობ, რამდენად გამომდის ეს არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ. მას არ იყო ძალა და ადამიანები ზოგადად ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მე ამაში მას კი არ ვადანაშაულებ, ანუ მე ვინ ვარ საერთოდ რომ ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ მას არ იყო ძალა, რომ მისი სისუსტე ეღიარებინა და აი აქ მარტო ჩემ მშობელს ხო არ არის საუბარი, აქ ყველა იმ დედაზეა საუბარი, რომელსაც ბავშვი ნუ რა თქმა უნდა, ამაში ჩარეულია ტრადიციები. ტრადიციებს მე ზოგადად ტრადიცია უკავშირდება სატურნს და მოგეხსენებათ, სულ სატურნზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა პატივს ვცემ, ჩემი მას ვეძახი ხო ბიძა ჩემს, რა თქმა უნდა პატივს ვცემ ტრადიციებს რაღაც დონეზე, მაგრამ ბევრი ტრადიცია სინამდვილეში ჩვენც არ ვიცით საიდან მოვიდა და რატომ ხალხო. იგივე ღმერთები მითოლოგიაში ორი სქესიც ჰქონდათ, მრავალი ცოლი ყავდათ, ღმერთები ერთმანეთს კლავდნენ. სატურნის და ურანუსის მითი რა არის, რომ ურანუსი იყო სატურნის, ურანუსი არის იერარქიით ყველაზე მაღალი და სატურნს, ანუ ესეთი თხისქებს რატომ აქვს ესეთი ხასიათი, ხო? ძალიან ისეთი ამბიციური იყო და მამამისი უნდოდა რომ ჩამოეგდო ტახტიდან, მოკვეთა სასქესო ორგანო და ჩააგდო ციხეში და თვითონ მამა ვინ იყო ჰოროსკოპი? ჩემი? არა. სატურნის მამა ურანუსი იყო, მაგას ვიძახი. და ის ჩამოაგდო. ხო, ჩამოაგდო. ანუ რისი თქმა მინდა, მითოლოგია, ახლა ასტროლოგია არ არის აუცილებელი ვინმე მიცოდეს, მითოლოგიაში ხო ღმერთების უერთმანეთს ებრძვიან და რისთვის? პირველობისთვის. ანუ ელემენტარული, როდესაც ასტროლოგიას ცოტა გაიაზრებ და შენ რუკას გაიაზრებ, ზოგადად ხდები ბევრად მიმტევებელი და არ გაქვს ელემენტარული იმის ილუზია, რომ ოდესმე ბოროტება დამარცხდება და მე როგორც ასტროლოგს წესით ხედვა უნდა მქონდეს, რომ რას ქვია შევედით მერწყულის 1000 წლეულში და ნუ რაღაცა გონებრივი განვითარება და შინაგანი განვითარება სხვაგან მიდის. ხალხო სანამ იქნება დღე და ღამე, სანამ იქნება მზე და მთვარე, არასოდეს ოღონდ არასოდეს სიბოროტე და ბოროტება არ დამარცხდება. ეს არის გამორიცხული ამბავი. ოპტიმისტი ხარ. არა, ნუ ეხა მე შემიძლია დავჯდი აქ რაღაცა ზენ პოზაში და რაღაცა სისულელები გელაპარაკო და რაღაც ესეთი. მე ვარ რეალისტი, თუმცა სიღრმეებიდან მოდის ეს რეალისტობა და ძალიან ბევრს რომ ვფიქრობ და ვუფიქრდები. იმიტომ, ანუ ელემენტარული რომ გადახედავ ასტრომითოლოგიას, ერთმანეთს ხოცავდნენ იერარქიისთვის და გესმის, ანუ არ არსებობს და აქედან გამომდინარე, გინდა არ გინდა,
ადამიანი რაღაცა კეთილშობილდები, იმიტომ რომ იმ ცუცაც მიუტევებ, იმიტომ რომ მე კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თევზები ყავს ჩემს ჩარტში, ცოტა სიდებილემდე გადამდიოდა, მაგრამ აი ვით ჩარტს დავხედავ და ნუ აი რა ქნა არ ესმის, ნუ აი რა ქნა და ცოტა ბევრს უტევებდი. ეხლა ცოტა შემცვალა სატურნის ტრანზიტმა თევზებში, რაზეც უნდა ვისაუბროთ დედასთან დაკავშირებით. მაგრამ ანუ რა არის ტრანზიტები? ადამიანები მეკითხებიან რომ ერთხელ რო გავაკეთო რუკა მეყოფა? ბიჭო, ვეუბნები, ერთხელ რო გააკეთო მონახავს გეტყვი, მაგრამ ეს პლანეტები დადის და მთელი ცხოვრება როგორ ჩაგიტიო ერთ კონსულტაციაში, ხო? რაც შეეხება, ეხლა სატურნი ვახსენეთ, დედას თემა ვახსენეთ და მოდი ვახსენოთ, საიდან განვითარდა ეს ყველაფერი. და რატომ ზივარ დღეს ძალიან ისე რომ ხომ გითხარით, ხო? მაინც ადამიანი ვარ და მომწონს ხოლმე, რა ხო გითხარი. რაღაც ეს შემინდა რომ ჩაგეჭრა. შენ ამბობდი რომ 2025 წელი არის საიდუმლოებების 2023-დან, აი მანდ გამჟღავნების წელი. ხო და აი მანდ მივდივარ. ანუ სატურნი, რომელიც არის კარმის ლორდი, ხო? სატურნის ტრანზიტი ყველა ნიშანში ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ არის რაღაცა ნიშნები, სადაც ნუ სასწაულები ხდება. ოღონდ სასწაულები. სატურნის და ანუ მამაღმერთის სინამდვილეში სატურნი მამაღმერთია და ნუ რელიგიაზე დღეს არ გვაქვს ამდენი დრო და ერთ სიტყვით, ნუ ძელი თემაა და ყველაფერზე მინდა უცებ მოვასწრო, მაგრამ როდესაც სატურნი შედის თევზებში, რომელიც ასტროლოგიურად მართავს ფეხმძიმობას, არა დედობას, არამედ ფეხმძიმობას, ჯერ მთლად დედა არ ხარ, ხო? მე-12 სახლია, ბოლო და მერე არის ვერძი. პირველი დაიბადე, ხო? ასტროლოგიაში პიონერი არის ვერძი, ხო? პირველი ასტროლოგიური სახლი. როდესაც სატურნი გამოაშკარავების პლანეტა შედის ასტროლოგიურ ნიშანში, რომელიც მართავს ფეხმძიმობას, საიდუმლოებებს, ტკივილს, ნუ სატურნის ტკივილს მართავს რაღაც დონეზე, მაგრამ ეს არის სულიერი ტკივილი და სატურნი უფრო არის ესეთი მიწიერ ტკივილებზეა, ხო, საუბარი, ყველა იმას თავის დანიშნულება აქვს. მე ვთქვი, როცა გქონდა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ 2023 წლიდან მე ვთქვი, რომ როდესაც სატურნი შევა თევზებში და თუნდაც საქართველოს რუკაში რა როგორ ზის, მეთქი ძალიან ბევრი საქმე გაიხსნება და მათ შორის შენიც. იმიტომ რომ დაახლოებით ვიცოდე, მე ხო რამოდენიმე ვარიანტი ვცადე, ის იქნება. მაშინ არ მქონდა ჯერ ბოლომდე რექტიფიკაცია გაკეთებული, როცა ეს საუბარი გქონდა და შენ მაშინ მითხარ რომ მიმართევა აუხსენიო და მე კი რაღაც ეს რბილად აუხსენე, მეთქი ძალიან გთხოვთ, მეთქი მე რომ რაღაც ცუდად, იმიტომ რომ სატურნი რა არის? სატურნი აღარ გინდობს. ეს არის გამორიცხული ამბავი და სატურნს მოაქვს უდიდესი სირცხვილი, შენ თუ ეს დაიმსახური ასე. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახე, ეს მე ხარ, ასოს არ მithქოს, მაგრამ ჩვენ მეცე ჩემი გამჩენის ორივე ქალწულები ვართ. ხო, ეს საერთოდ სხვა თემაა. და აი ეს საიდუმლოს გამჟღავნება ხო. და ეს სირცხვილი და აი ეს რაღაც ის ისე როგორც ამბობ, რომ ეს რაღაც მიღება, ტრავმის მიღება. ამ შემთხვევაში ორივეზე თანაბრად ნაწილდება. თანაბრად გადანაწილდა, შენ გაგიხარ და რო ვერ მიგიღო? არა. მაგრამ მან ხო სხვანაირად იგრძნო თავი, ანუ მან იგრძნო თავი შერცხვენილად. მან თავი შერცხვენილად იგრძნო. მე არ ვიგრძენი თავი შერცხვენილად. მე ვფიქრობ, რომ მე ხა არ მინდა რაღაც ის გავაკეთო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში სირცხვილის გრძნობა მაქვს. რო არ გაღიარა თან ადამიანი, რომელიც ამდენ სიკეთეს აკეთებ, ანუ შენ რო იყო რაღაცა რეციდივისტი და რაღაცა და ეხა იმან არ უნდა შენი გამოჩენა და ვერ მიგიღო და ეს რა გავაჩინე და რატო გავაჩინე, ხო, მაგრამ შენ ხარ ადამიანი, რომელიც სიმართლეს ემსახურება, რომელიც ემსახურება ყველაზე ძვირფას, რაც ქართველისთვის ვითომ არის და წესით უნდა იყოს. ანუ ჩვენ ხო ისეთ გამოვდივართ ძალიან სიტყვებით, რომ რაღაც დედაშვილობა და რაღაცა ქართველობა და ვაჟკაცობა და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რეალობა გვაქვს, ხო? ანუ ის რაც თუნდაც ის რაც ცხოვრებასაც მისდევდა, რომ როგორც ვიცი არის ძალიან ეკლესიური, თუმცა მოკლედ ეს კიდევ ერთხელ გადახაზა ეს ყველაფერი, გესმის? და შენ შეიძლება შენი ხასიათის და შენი ჩარტის პატრონი ბოლომდე არ უტყდები შენ თავს, მაგრამ მოდი მივადგები ახლა წეღან ჩაწერა სამ დავიწყებდით, რაც გითხარი. მომადგა. ტატუებს. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ როგორც ასტროლოგს, რომ ტატუ გავიკეთო თუ არა. ხალხო, ტატუ არის სატურნის და პლუტოს ენერგია,
სატურნი მართავს კანი, ძვალი და ასე შემდეგ და მე-10 ასტროლოგიის სახს ანუ როგორც გვიყურებს ხალხი, როგორც ვჩანვართ, ხო? და პლუტო არის უდიდესი შინაგანი ტრანსფორმაცია, რომელიც მართავს ფსიქოლოგიას და ასე შემდეგ. ადამიანს, როდესაც ვუყურებ და აი ძალიან ბედნიერად რომ მოაქვს თავი და სულ რაღაცა დაკუნტრუშებენ ვიდეოებში თუ ცხოვრებაში და ვითომ და რო დავინახავ ტატოები, ვიძახი საწყალი პოსტა. რადგან ეს სვირინგები ვერ დავკუნტრუშებ? თან შენი სვირინგები რა გაქვს უკაცრავად მამაშვილი, იქ დედობა, სამყარო მშობლებზე მოგსაუბრებ და მზე. არა, ხო, იმიტომ რომ 29 გრადუსი ის ხარ Sagittarius. აქ ხო იცი რა მაწერია? მზე ხო არის sun. ხა. sun და ტირე დრო, ანუ სანდრო. იმას მთვარი ახატია, moon, ხო არის? წინა წერია თა, moon. ხო, ანუ ეს ერთმანეთის საყვარლობა. მომისმინე, შენ კი ვერ ხვდები ხას თუდად არ მინდა გამომივიდეს. ანუ შენთვის ეს სინამდვილეში არის ძალიან დიდი ტრამვა, რომელიც ვერ მოგინელებია, ასე ვთქვათ და ვერ გადაგიმუშავებია, მაგრამ ეხლა რა ხდება, სხვა რამის მივადგები არ მოგეწონება, მაგრამ you know me. ადამიანები, რომლებსაც აკავშირებთ ტრამვები მშობლებთან, ან საერთოდ არ აჩენენ შვილს, ან ბევრს აჩენენ. კი მყავს აგერ. ხო. და მე რა? ამითი რა? შენზე რაც ვერ მოხდა რეალიზება დედაშვილური გრძნობის, შენ გინდა რომ ეს გადაიტანო იმაში და აი ეს დედაშვილობა იგრძნო, რაც ანუ შენ ამყვან დედასთან დაარწმუნებული ვარ იგრძენი, მაგრამ იქ ხო დალექილია რაღაც. ხო. და მე ცუდია? იცი რა არის? მე ვთვლი რომ ბევრს არ მოეწონება ახლა ეს, ზუსტად ვიცი, ბევრ კრიტიკას დავიმსახურებ, ვეცდები რომ ფორმულირება გავუკეთო მაქსიმალურად კორექტულად, რომ გავაგებინო ის, რასაც ვამბობ და ის არა რომ ვზივარ აქ და ვიღაცას ვაკრიტიკებ. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არა. არის ჩარტები, რომ პირდაპირ მისია რო აჩინო. მაგრამ მე ვფიქრობ, იმედი არ გეწყინებათ, თუ გეწყინებათ, არა უშავს, დაფიქრდით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ხშირ შემთხვევაში და ყოველთვის არა. რაც უფრო არარეალიზებულია, როგორც ხალი, უფრო ბევრ შვილს აჩენს. ხშირ შემთხვევაში. ან რაც უფრო უბედურია, რამდენი კლიენტი მყავს, ვისაც ყავს მოძალადე, ვიცი რომ ხა ეს ქართულ საზოგადოებას არ მოეწონება, მაგრამ უკაცრავად. ჩემ ქურს მიმართავ რა ხდება? ხო. ხშირად არის, როდესაც მყავს კლიენტი, ყავს მოძალადე მეუღლე და გიჟივი თუ ჩენ შვილებს. ვეუბნები უკაცრავად, რატო? აი მე არ ვარ ბედნიერი და ესენი მაინც იყვნენ. ვეუბნები, ადამიანო, ბავშვები იზრდებიან ტოქსიკურ ატმოსფეროში. ბედნიერები ამიხსე ვერ ვიგებ. შეიძლება ვერ დააღწიო თავი ამაზე მენთება. ეგრევე არაერთი ოჯახი მყავს დანგრეული, რასაც სიამაყე არა, ამას ვიტყვი სიამაყით, რატომ? როდესაც მოძალადე ქმარია, არ განიხილება. გაეყარე და მერე დავილაპარაკოთ დანარჩენზე. შენ თუ ტრიალებ მოძალადე სიტუაციებში, მე შე რა გელაპარაკო, იუპიტერი სად შევიდა და სატურნი სად გამოვიდა და რაზე გელაპარაკო საერთოდ. როდესაც სულა ეს რაღაცა წიხლის ქვეშ სამწუხარო ძალიან უკაცრავად რატომ იტან უკაცრავად რატომ იტან იმიტომ რომ არ ხარ რეალიზებული და იმის ფუსლის ქვეშ ხარ იმიტომ რომ აი ბევრი იმიტომ რომ არსებობს საქართველოში იმიტომ რომ არ აქვს შემოსავალი არ მუშაობს ხო არ ხარ რეალიზებული მივედით იქ არ ყავთ ოჯახი რომელიც გვერდში და რეალიზებული არ ხარ შეკაიდენ მამიშვილო და რას ჩეკავ ამ ბავშვებს წიწილებივით ამაზე გამოვდივარ წყობილებით არა ამიხსენი გეხვეწები ან შენ ქალს რომელსაც ყოველდღე გტკივა ეს იქნება ფსიქოლოგიური ფსიქოემოციური ძალადობა თუ ფიზიკური შენ როგორ უნდა გაზარდო გეხვეწები შვილი რომელსაც უამრავი ტრავმა არის აი ანუ გაშვირებული ბავშვები რო ვაჩენთ ბევრ ბავშვებს იმის მანიშნებელია რომ ერთი შემთხვევა რომ არ ხარ რეალიზებული, ყოველთვის არა, ნუ შენ რეალიზებული ხარ შენ საქმეში, მაგრამ შენი საქმის რეალიზებაც მოიტანა რაღაც დონეზე ამ სიტუაციამ, თუმცა არც ადრე იყავი დაკარგული. მაგრამ ის მეორე რომ აი შინაგანად რაღაც გაკლდა, შენ ხომ მაინც გრძნობ, რომ რაღაც გაკლია იქ და ტყუილში იზრდები, ხა უკაცრავად ცოტა ისე გამოდის, მაგრამ ტყუილში გაიზარდე, ნუ ეს უბრალოდ ფაქტია, ხო? დააჩენ. რატო? იმიტომ რომ გინდა რომ აანაზღაურო ეს სხვაში და მიიღო აი ეს რაც შენ არ ქონდა. შვილისგან? ხო.
არა, ურთიერთობისგან. გაცვლა. დედაშვილობა ხო ენერგიების გაცვლაში, ყველაფერი ენერგიების გაცვლაა ხო ცხოვრებაში. კარგი. ამ შემთხვევაში ხდება თუ არა იმის ანაზღაურება, რაც ბიოლოგიურმა მშობელმა დამაკლო, ვინაზღაურებ თუ არა ჩემ გაჩენილ შვილში. ანაზღაურება ხდება მაშინ, როდესაც შენ ეს ტრავმა დამუშავებული. იცი როდის ანაზღაურებ სინამდვილეში? როდის? არ გავახარე შენი სტატუები. აი როცა აღარ გიქნება მით უმეტეს ამ თემაზე სვირინგის გაკეთების სტატუ. ისა სურვილი. რაც შეეხება მეორე ნახევრებს რომ იმაშვებიან. იქაც რაღაც დანაკლისია. ანუ მიდი არ მიდე ბოლომდე მიდი. როდესაც ცოლ-ქმარს სჭირდებათ ერთმანეთის სახელები, it's very cute at the same time. დამესიზმრა. Okay. არა რომ გავიღვიძე უთხარი რომ აი დამესიზმრა მეთქი რომ ზედამ თუ არა ერთმანეთში ესე შედის თქო და შენ ხარ მზე მე ვარ. ხო, მაგრამ რამ დაგასიზმრა, ხო რაღაცა ჩაილექა ქვეცნობიერში. ხო, ეგ არ ვიცი. ხო. ანუ მე ვფიქრობ რომ შენ თუ გჭირდება ტატუებით მოკარგვა შენი სხეულის და შენი მეორე ნახევრის სახელის და I love you და მთელი ამბები შენ თუ გჭირდება მარტო ჩემი ესეთი ფოტოების დადება შენ თუ გჭირდება სულ იმაზე აქცენტის გავლება რომ შენ და შენ ქმარს ერთმანეთი გიყვართ და იმ დონეზე სასაცილოა ჩემთვის ეს ყველაფერი იმიტომ რომ სინამდვილეში გულში ვიძახი შეგაჭირებულო იმ ხელაზე you need to be validated როგორ უნდა ვალიდაცია ქართულად არ ითქმება მგონი you need to be validated from other people ანუ მე თუ ბედნიერი ვარ უკაცრავად მაგრამ სუცალფერზე არ შვილის სახელი რომ აწერია აქ რას ნიშნავს რომ ვაჩერო ჩემი შვილი მიყვარს ქმრის ესე მაწერია არა გასაგებია მაგრამ ძალიან ბევრი ტრამვები გაქვს, რაც დასამუშავებელი გაქვს და მექნება ეხლა რო არ მქონდეს ხო, არა, უბრალოდ გიხსნი, რატო გაქვს მეთქი კი არ ვეუბნები, გიხსნი. ანუ შენ თუ გჭირდება საზოგადოების ვალიდაცია და შენ ეს შტამპი გქონდეს სტატუს სახით, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, რაღაცა დანაკლისია შენ თუ ამის გამუდმებით არა private სიტუაციაში, ხო, პირადი ურთიერთობა რას ნიშნავს? მარტო მე და შენ უნდა ვიცოდეთ, ხო, როგორც ჩემი მეორე ნახევარი. ხო, არ მქონდა ეს ნათქვამი, რომ ეს იმას ნიშნავს, უბრალოდ მზე იყო. გასაგებია, მაგრამ მე ხო არ შენ აგიხსენი. არა, გასაგებია რომ ამიხსენი, მაგრამ მე რაც დავინახე და რაც აშკარა იყო, იმაზე გითხარი და ეხა შენ ტატუებს რო დავყვეთ, ყველას მოვუძებნი იმას, რა ქვია. იცი რა არის? მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა კარგმა ფსიქოლოგმა რაღაც დონეზე მაინც უნდა იცოდეს ასტროლოგია, რადგან ფსიქოტიპები მოდის ასტროლოგიდან. როგორც ასტროლოგი, მე ასევე ვარ უდიპლომო ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ფსიქოტიპები ვიცი, ანუ როგორ შეიძლება შენ დაგელაპარაკო ისე, ქალი ცეცხლებს ყრის, როგორც დავუშვათ თევზებს. ეს გამორიცხული ამბავია. როგორც ფსიქოლოგი, მე ესეთი ჩატკეპნილი, ანუ მეც დიდხანს სანამ გამოფხიზლდებოდი, თუნდაც სასირცხვილოა, მაგრამ თუნდაც 10 წლის წინ, ჩემთვის ფროიდი იყო ერთ-ერთი ის, იქ სხვა ისინიც რა ქვია, ფსიქოლოგებიც და მოაზროვნეებიც, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ფროიდი იჯდა წამალზე და იყო ორგიებით დაკავებული და შენ მე ფროიდის პრინციპებით ვერ მიმკურნალებ. და რატომ არის რომ ადამიანი, არა, ეს ფაქტია, წამალზე იჯდა და ორგიებით იყო დამოკიდებული. ხა შენ მე ჭკუა როგორ უნდა უკაცრავად, ხა შენ რო შენი ტრამვების დამუშავება შეგეძლოს და შენ რო ამის ის გაგაჩნდეს, ყნოსვაში იქნებოდი უკაცრავად, ძალიან ფხიზელი ვარ და მშვენივრად ვუვლი იმებს, რა ქვია, პრობლემებს და გამომაქვს გამოსავლებს პოულობ უბრალოდ. და სანამ, ჯერთ ხა პლუტო იმაში in Aquarius მოიტანს, რომ აბსოლუტური ევოლუცია და რევოლუცია და ვაფშე უკაცრავად საერთოდ გადაკეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს როგორ შეიძლება შენ აი ამ შეყნოსილი ფროიდის რაღაცა გაზუთხულით მე მიმკურნალო და ჩემთან ამერიკელი კლიენტები რომ მოდიან, როცა პირველად და მეორედ მოდიან და იქ ხო მოდაშია ყველა თერაპიაზე და ყველა რაღაცა ხა 20 წელი რასაც მკურნალობენ, ერთ კონსულტაციას ვეუბნები რომ ეს გჭირს და მოდი ახლა შენ ჭირმე ფსიქოლოგები გააცამტვერა. არა, გამოცამტვერა როგორ? ფაქტია რომ 20 წელი თუ მკურნალობ, ესე იგი ვერ გეშველა. არა, 20 წელი თუ მკურნალობ და 6 და 7 წელი თუ ამაზე ბრაზდები ხომ, იმიტომ რომ ძალიან არასწორი მიმართულებებია და ხალხი მოდის აი აბსოლუტურად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეს უბრალოდ ფაქტია. წლები თუ მკურნალობ და მაინც მკურნალობა გჭირდება, ესე იგი რაღაცა ხდება. მე ხო არ ვიცახი, მე არავინ კონკრეტულ არც ქართველზე და არც ქართველი საერთოდ არ ვიცი ვინ არიან, არც უცხოელზე, მაგრამ მე რა ვიცახი, ეს თვითონ სისტემაა ესეთი, სქემა ესეთი, ეს არის ჩვეულებრივი მაფია, რომ იცი დაჯდები და გისმეს ვიღაცა.
ახო და შემდეგში გავაგრძელოთ. ასტროლოგიურად არსებობენ თუ არა ნიშნები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად აშულებენ ბავშვებს. ანუ რომელიმე კონკრეტულად ნიშანი არსებობს, რომელიც არის აი ყველაზე მეტად სუსტი და აი ეს ნიშნები თქვა აი რაღაც, ქალწული. ეხა მეცემიან ეს ნიშნები, მაგრამ არა უშავს, აიტანთ. ერთ-ერთი სხვა შორის ქალწული. არა, უკაცრავად, მაგრამ ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ასტროლოგიაში დედობის სიტუაციასაც უკავშირდება, ხო? ქალწული, მერი და ასე შემდეგ, ხო? მიუხედავად ამისა, არ გამოდის რომ ზივარ და გლანძღარ. არ არის პრობლემა, რა, მოგწადით. გამოდი, ეს სინამდვილეში რა არის? ქალწულები ხართ პრაქტიკულად კარგი დედები, მაგრამ არა ემოციურად. ხო. ასევე სკორპიო, მორიელი. თხის რქა, ხო, მორიელი, თხის რქა, ესე იგი ქალწული და კირჩხიბებიც, იმიტომ რომ კირჩხიბს თუ ცუდად უზის მთვარე. ანუ პრაქტიკული დედები უფრო ვართ, თქვენ ხართ, ანუ წუნს ვერ შეუტან ქალწულ დედას, იმიტომ რომ საოცრად რეალიზებული შვილები გყავთ. თავს ვიგლიჟავ ბავშვები? არა, მე ხო არ ვიცახი მხოლოდ უარყოფით მხარეს, მე დადებით მხარესაც გეუბნები და ხაზს ვუსვამ. ქალწულები ხართ დედები, რომლის შვილებიც ყველაზე რეალიზებულები არიან ხშირ შემთხვევაში ყველა ერთნაირი ვერ იქნება თავისთავად. თუმცა, მაგრამ დედობა პირველ რიგში არის ემოციური კავშირი და არა ქართული ემოციური კავშირი, ქართული დედობის, სხვათა შორის პირველი ვიყავი 6 წლის წინ მე რო გავაკეთე ლაივ, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ტალღები და ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ეხლა მე ქართულ გადაცემას არ ვუსმენ, მაგრამ კომენტარებით რომ ესო რა გაბედეო საერთოდ. ქართველი დედები თქვი? არა ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება გაქვთ შვილებთან და როდესაც ამ ემოციას უკან ვერ იღებ, ხდები controlling და სიცოცხლეს უმწარებ მთელი ცხოვრება იმ შვილს, მაგრამ ამას არ აღიარებ. რა ხდება იქ? არა, ესია. ანუ ჯერეთ ის რომ ბევრი ქალი, ეხლა თანდათან მადლობა ღმერთს წამოვიდა ცოტა უკეთესი თაობა, ბევრი ქართველი ქალი არის შეუმდგარი და როგორ შეიძლება იყოს შემდგარი ის თაობების თუ რა გველოდება კომენტარებში მზად ხარ? არა, ხო კომენტარი, ეხლა მომითხარი მოდი. ხო გითხარი რა რაც ვარ ეს ვიქნე ხა ვერ დავიწყებ განაზვას. იცი რა არის? მე მესმის რომ ჩემი delivery ცოტა ისეთია. გადმოცემის უნარი არ მაქვს, ეხა ისეთი რაღაცი შემოგაპაროჯან და რაღაცა ისე, ან ჩემი მიზანი არ არის ძვირფასო საზოგადოება, რომ მე თქვენ მოგეწონოთ. ჩემი მიზანი არის, რომ მე თქვენ ჩაგაფიქროთ. გავადრო და მოგეწონებათ, რასაც ვიძახი, იმიტომ რომ ჩაფიქრდებით და იმუშავებთ თქვენს თავზე, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოგეხსენებათ, მყავს უამრავი კლიენტი და ამ უამრავიდან მოდი არ გადაუჭარბებლად ვიტყვი რომ 90% მეუბნება რომ შენ აბსოლუტურად ცხოვრება შემიცვალე. საერთოდ სხვანაირად დამანახე ყველაფერი. ჩემი მიზანი ის არის მე თქვენ გაგეპრანჭოთ და ვიყო პოპულარული. ჩემი მიზანია როგორც ასტროლოგის და როგორც რაღაც ისეთი ნორმალურ ვიბრაციაზე მყოფი ადამიანის, რომ მე თქვენ ჩაგაფიქროთ და თუნდაც ახლა სავარაუდოდ აგრესიას გამოვიწვევ. I don't care. პირველი ვიყავი, ვინც თქვა ამაზე არ ლაპარაკობდნენ და ეს იყო ტაბუ თემა და კიდე გონები კომენტარებიდან გავიგეთ, რომ მე არ ვუყურებ ქართულ გადაცემებს, რომ ვთქვი, რომ და ეხლა იცოცხლე გაზუთხულივით ყველა დაიწყო ყველა ამაზე საუბარი, რომ ქართველი დედა, რომელიც არის ემიგრანტი, ზუსტად ის კონტროლი რო გქონდეთ და ეს გმირის როლ, რატომ იყავი დედა არ არის აუცილებელი გმირი იყო არ გინდა რა ეს გმირობა დედა იყავი და შენ როდესაც წლობის განმავლობაში ხარ საზღვარგარეთ არჩენ შენ შვილებს ის კარგი სწავლაში ჩადებული აუცილებლად უნდა ჩადო რა თქმა უნდა მაგრამ ბიჭო მე მანქანას და ბინას კინო ყიდულობ და ცოლს კინო მოუყვანდა რაღაცა ჩადე ბიზნესის მიეხმარე ცოტა ხო და ყოველ თვე ეს მოჭრილ თანხებს ნუ უგზავნი იმიტომ რომ მწერენ ქალბატონები რომ ჩემს ბავშვზე მინდა კონსულტაცია აღმოჩნდება მართლა გეუბნები რომ ეს ბავშვი არის 42 წლის კაცი და ამაზე მენტება ცუდად არა რა ქნა არა რა ქნან არა შენ სინამდვილეში
შვილზე კი არ ზრუნ. არა, გაფუჭებაზე არ არის ლაპარაკი. ჯერ ის რაც იყო, ის დარჩება და შენ რო აღარ იქნები დაგინიავებს, რისთვისაც ამდენი შრომა და ჯაფა ხო ემიგრანტებს უდიდეს პატივს, იმიტომ რომ ამერიკაში ხალხო განსაკუთრებით 24 საათი ვიმუშაობთ. ვიღვიძებთ რომ ვიმუშაოთ და ვიძინებთ რომ ცოტა დავისვენთ რომ ისე ვიმუშაოთ, გესმის და როდესაც შენ ამ ხელა ჯაფას დამცირებასთან არის გამოწვეული, ხა ვის სიამოვნებს შავი საქმის კეთება ხო რაღაც ზონეზე ამ ხელა ჯაფა მონატრება შენი სახლი არ გაქვს, შენი კარი არ გაქვს და შენ გონია რომ შვილს კარგს უკეთებს, სინამდვილეში რა ხდება? ვითომ გგონია, მაგრამ სინამდვილეში კონტროლის ბჭყალები, ეს ქართველი დედის ბჭყალები, ანუ თქვენ ხო უნდა გეჭიროთ ისიც ხმალიც და ფიალაც და აქ ბავშვები და მხრებზე კიდე ქმარი, ხო? ანუ გესმის სად არის პრობლემა. და ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ცოტა უხეშ ფორმებშიც ვთქვი, რაც არ მოეწონა ხალხს, მაგრამ არა უშავს. ასე ძალიან ბევრი ჩემი მაყურებელია, რომელიც თავიდან ოფიციალურად ვერ მიტანდა, ელემენტარულად ღიზიანდებოდნენ. Hi guys! Hi! ღიზიანდებოდნენ ამაზე. მართლა რაღაცნაირი ბრძენი არა, ჭკვიანიერი ვართ. ისეთი სიტუაციებიდან თავის გამოყვანა შეგვიძლია, რაც სხვა ძალიან ბევრ ერს გაუჭირდება, მაგრამ ზედაპირულები ვართ, ამაყები ვართ, ჩემი დადგენილი რუკით საქართველოს არის ესენდენტით სკორპიო და სკორპიოს როგორი ხასიათი აქვს? მორიელი. არ არსებობს მორიელი, რომ თუნდაც თავისი შვილი, თავისი დედა, თავისი ძმა, თავისი ქმარი მასზე წინ გაუშვას. ქართველებს რა გვჭირს? თუნდაც მე როგორ ცდილობენ რომ მე ომონ სიტყვაზე რომ რაღაცა უნდა გიჩალიჩონ ან რაღაცა დაგიგდონ ჭორიან რაღაცა, იმიტომ რომ ბიჭო მე სიამოვნებ ჩემ ამერიკელ კოლეგებთან კამათი ცხან რაღაცებზე დავცინივართ ერთმანეთს რაღაცებზე ვეწინააღმდე რაღაც, მაგრამ ეს არის ჯანსაღი ის და არასოდეს თქვათ ის მომენტი არ გვაქვს რომ მე შენ ცუდი გაგიკეთო რომ ამის ფონზე მე შენ დაგაბიჯო და შენი ზურგიდან რაღაცა 2 ინჩით მაღალი ვიყო. ეს კულტურა საქართველოში არ გააჩნიათ. ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, რაც მე მაგალითად ძალიან გამიხარდება რომ იყვნენ ბევრი, რასაც ასტროლოგი ქვია, მივესალმები ქართველი, თუმცა მე მეუბნებიან ხოლმე რა ის ასტროლოგი რო ეს მეუბნები. იყვნენ, რაც უფრო ბევრი იქნება, კონკურენცია გაიზრდება და ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია. ხო, ჯანსაღი არ არის კონკურენცია, ეს არის პოზიტიური. იყვნენ, მე არანაირად არ მიშლის 700.000 ასტროლოგიც რო იყოს, იმიტომ რომ უკვე რო ხედავ რომ ის შენზე უკეთესია, შენ თუ ასტროლოგი ხარ, ასტროლოგი თუ ხარ, გინდა რომ შენი ცოდნით შეეჯიბრო, ასე ვთქვათ, ვიდრე იმით, რომ რაღაც, ერთ სიტყვით. და იმდენად, იცი რა არის, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ რაღაც სერიოზული ნაშრომებია დასაწერი ქართულ ერზე, იმიტომ რომ მართლა გენიალური ერი ვართ, მაგრამ ის რაც ცუდი გვაქვს, ეს ამპარტავნობა, ეს ჩემზე წინ არ გაგიშვებ. მე ვარ პირველი, როგორ მკადრეთ, გესმის ესეთი რაღაცა. მანამდე არაფერი არ გვეშველება. ტყუპებზე ვისაუბრებ რომ მოდი, ეხლა სანამ იმაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ პოდკასტის ბოლოსკენ მინდა რომ ძალიან მოკლედ 2 წიენადებით მომავალი წლის ასტროლოგიური რჩევები უთხრა 12-ვე ნიშანს. ძალიან მოკლედ ანუ რა თქმა უნდა, ხიშაშოზე არის. ეხლა მე ჩინურ კალენდარს ასტროლოგიას არ მივდებ და არ გეტყვით რომ გძროხა დადოთ მაგიდაზე თუ რაღაცა წითელი მანტი მოიბათ, მაგრამ ხო, იმიტომ რომ იმდენად ღრმა არის ის ჩემები მოგვეცი უბრალოდ. ხო, რომ ცოტა ხო. ძალიან მთავარი რაც ხდება ეხლა მე რომ მეტყვი 2 წუთიო, კაცრავად დამაკავე, გამომირთეთ მიკროფონი. ხო, ეხლა რა ხდება? ხალხო, ეს სატურნი, რომლითაც მოხდა ის ევოლუცია და მთელი ამბები, რაც თუნდაც იმ თემასთან, რა თემაშიც ახლა ვიმყოფებით და სადაც ვიმყოფები, რაც გააკეთა, ახლა სატურნი, რომელიც 29 წელია არ ყოფილა ვერძში, შევა ვერძში, როდესაც კიდევ ერთი საშუალება მოგვეცემა, რომ ახლიდან დავიბადოთ, თუმცა რა თქმა უნდა, როცა თევზებში იყო უფრო უკეთესი სიტუაცია იყო ენერგეტიკულად, მაგრამ ახლიდან დავიბადოთ, ასევე მოხდება მოდაში ძალიან დიდი ცვლილებები, იმიტომ რომ შემოვა 70-იანების 80-იანების მოდა ნელ-ნელა შემოდის, მაგრამ უფრო ისეთი იქნება თუნდაც დიდი shoulders, მხრები, იქ აჯეჯილი თმები. აი თავარი რჩევა რა არის, რაც თავარი რჩევა რა არის? ყველა თავარი რჩევა რა არის?
ავარჩიოთ ჩვენი ბრძოლები ვის ვებრძოლებით და თუ ღირს ბრძოლა ჭკვიანურად და იგო მაქსიმალურად დავწიოთ, რადგან სატურნი ხო? აიმრქებუნებს ვერც კი არ დაახერხავს. დაატეხავს. იგოთ ყვილად არ ვახსენე, როდესაც იუპიტერი ლომში შევა, ეხლა ამ ზაფხულს და ერთი წლით იქნება მანდ, სადაც 12 წელია არ ყოფილა, იუპიტერიც არის ესეთი exalted planet, ხო ესეთი პლანეტა, ესეთი დიდი, თამამი, ოპტიმისტი და ასე შემდეგ. ლომი არის იგო, აქაც იქნება, ჩემ თავისებურებრივ მე თვითონ იუპიტერი ლომში მყავს, თავში არ ამივარდეს. ანუ ძლივს ცხოვრებაში პირველად გადავწყვეტე რომ რაღაცა ცოტა ამბიციები შევმატო ჩემ ცხოვრებას და ეხლა მეუბნები რომ ამბიცია სხვა არის და სწორი ამბიცია სხვა არის. სხვანაირად გავიცანი ადამიანი, ანუ საქართველო არის რაღაცა მართლა რაღაცა სხვა არის, რა გესმის და რას მივხვდი. მაგალითად ამერიკაში კარგ ტონად ითვლება, როდესაც ხარ თავმდაბალი, როდესაც ზემოდან არავის არ უყურებ და მეც რაღაც ესეთი უშუალო რაღაცა. მივხვდი რომ და ძალიან ბრაზდებოდი, როდესაც საქართველოში შევდიოდი სადღაც, თუნდაც რაღაცა ექიმთან დავუშვათ და ეს რაღაცა და გულში ვიწეხი უკაცრავად. ხარ გაქანავებს, ხო? და მე მივხვდი, რომ როდესაც ხარ თავმდაბალი და მე კი არ ვიცახი რომ რაღაცა ისეთი იყავი ზემოდან გადახედე თავს, მაგრამ შენი თავის ფასი შენ თუ არ იცის, სხვა ვერ და არ დაგაფასებს, ეს არის გამორიცხული ამბავი და მივხვდი რომ რაღაც დონეზე ამბიციურობაც კარგია, იმიტომ რომ მე რო რაღაცა ჩემთვის ვარ და ვითომ კარგი გოგო ვარ, რომ რაღაცა ამბიციური არ ვარ, ვიღაცა სულელი გარბის წინ. ანუ 2026 წელს უნდა ვიქონიოთ ჯანსაღი ამბიცია, მაგრამ ეს ჯანსაღი ამბიცია არ უნდა გადაგბეზარდოს რაღაც ეგოში. ხო, აუცილებლად ჯანსაღი ამბიცია. ამბიცია საჭიროა, იმიტომ რომ სატურნი მართავს თხისქარს, თხისქარ არის ამბიციური, მაგრამ ჯანსაღი ვერძი რა არის, რომ გამოდის თუ არ გამოდის, უნდა გაიტანოს. ბიჭო, დაფიქრდი, რომ გაიტან იმ კედელს, გიღეს რქებუნების დატეხვათ? ხო, უნდა გიღირდეს. კარგი, შემდეგი რჩევა? მაქსიმალურად ერიდეთ ზედმეტ შარებს. და რატომ? მერწყულში იქნება აღმავალი კვანძი, ანუ მზის და მთვარის დაბნელებები, მერწყული და ლომი. და თუ მერწყული რა არის საზოგადოება, თუნდაც მიტინგები, ხო თავშეყრის ადგილები, თუნდაც შენი თავის წარმოჩენა ფართო ასპარეზზე და ამის ოპოზიციაში არის ლომი, შეიძლება არასწორად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და ამან გამოიწვიოს ან აბსოლუტურად ესეთი თავზე დამხობა, რაც გაგაჩნდა ისიც რო არ გაგაჩნია, ან ფიზიკური აგრესია. ანუ ყველაფერს ერთად ვუკავშირებ, ვერძი არის ომი, აგრესია, მარსი მართავს, ხო? თხისქა არის დაუნდობლობა. ამას მიუმატოთ იუპიტერი ლომში, ანუ რას ქვია, როგორ მკადრე, ხო? არის სიტუაცია, რომ ვიღაცა მუშნოდ გამოგხედა და გაატარებ ხა 1000 სულედადის, არის რომ რას შენ უკაცრა, მე გესმის? ანუ პლუტო როდესაც არის მერწყულში, ხო, უკვე შესულია და დიდხანს იქნება, იმიტომ რომ პლუტოს დიდი ტრანზიტი აქვს ძალიან. ეს არის თავის მოკლები, ეს არის ფსიქიური აშლილობები, მე როდის ვიძახდი თავიდან რომ დავიწყე ლაივები. ხო. ზოგადად ისეთი კომბინაციებია თებერვლიდან, მაგრამ რაღაცები უკვე დაიწყო 1-2 წელია, როდესაც მე ვთქვი რომ ძალიან ბევრი გიჟი, აი ჩვეულებრივი გიჟი, დღეს ის არის პოპულარული და კაი ტიპად ითვლება TikTok-ზე გესმის და ამ დროს არიან გიჟები, ანუ არა, ანუ ხა გიჟები არიან, აბა რა არიან, უკაცრავად. ხალხი შეირყება ძალიან, უარესად კიდე. და იქნება ბევრი თვითმკვლელობები, მასებში იქნება უფრო ისტერია. მე ვფიქრობ, რომ პანდემიის სიტუაციასაც რაღაცას მოახერხებენ, მაგრამ იმ კონტროლით ვერა, იმიტომ რომ კონტროლი არის სატურნი და ვერძი არის გამიშვი, ვერ დამიჭერ და ძალიან, ანუ იმ დონისას ვერ მოახერხებენ, მაგრამ რაღაც დონეზე აუცილებლად მოახერხებენ ამას. თუ ვერ გავერკვიეთ ჩვენს თავში, თუ არ მივხედეთ სულიერებას, გნებავთ რელიგიას, როგორც გესმით, ძალიან ბევრი ფიზიკურად აღარ იქნება. მოდი ბოლო კითხვას დავსვამ. ბოლო კითხვა. რამე კარგი გითხარ. რამე კარგი გითხრა. გადებითი. ახლა იმედის მომცემი. იმედის მომცემი რა იქნება? იმედის მომცემი იქნება ის, რომ ურანუსი ტყუპებში შემდეგი დაახლოებით 8 წელი მოგვიტანს იმას, რომ ადამიანებს რომ ვერც წარმოგვიდგენია, რომ ცნობიერებას შევიცვლით დიდი ნახტომებით
ავალთ ამ ცნობიერებაზე. ადამიანებს შეეძლებათ ცნობიერებას მოაქვს უკვე სხვანაირი განათლება, განათლებაც მოაქვს, ხო და შეხედულებები, სწორი ხედვები და ასე შემდეგ და ადამიანები, რომლებიც აი აქამდე ვერანაირად ვერ რეალიზდნენ დიდი ნახტომებით მოახერხებენ თავის რეალიზებას. ყველას გირჩევთ, ჩემი ჩათვლით, თუმცა მე ძალიან შტერი ვარ IT-ში ყველანაირად, ყველას გირჩევთ, რომ რაღაც დონეზე დაეუფლოთ, ესე იგი, კომპიუტერის ხელოვნებას, ასე ვთქვათ და ურანუსი ტყუპებში მოიტანს განსაკუთრებით ქართველებს, იმიტომ რომ ტყუპები მართავს მეთქი გითხარი ქართველებს, მოიტანს იმას, რომ ისეთი ხალხი, ესე იგი, რომლებსაც ვერც წარმოედგინათ, რომ ჭაობიდან ამოვიდოდნენ, შეუძლიათ დიდი ნახტომებით და არა როგორც აქამდე, იმიტომ რომ აქამდე იყო კუროში, კურო რა არის ღოღავს, ხო? დიდი ნახტომებით წავიდნენ წინ და ძალიან კარგი პერიოდი ხდება რისთვის? პატარ-პატარა ბიზნესებისთვის. ანუ ხო, არა, ერთი რა არის საქართველოში რას დავაკვირდი. ამერიკაში საქმეს რომ იწყებ, აი რითიც შეგიძლია, თქვათ, ერთი ძაფი გაქვს, ერთს მოქსოვ იმას გაყიდი, მე მიამატებ, მე ორს მოქსოვ. აქ რატომღაც ხალხს გონიათ, რომ უნდა რაღაცა ჩადონ სახლი და დაიწყონ დიდი ბიზნესი. არა. პატარ-პატარა ბიზნესების ეს პრაგმატულობა უფრო მოგემატებათ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ეს გაიგოთ და ეს ენერგია მიიღოთ. თუ არ მიიღეთ, ურანუსი არ ჩამოფრინდება და ბიზნესებს არ აგიწყობს. კარგი. დადებითიც რაც ვსაუბრობ მცირე ბიზნესისთვის, დადებითი ინფორმაცია. მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა. და მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ შენ, იმიტომ რომ მე ვარ პირველი, ეს არის პირველი პოდკასტი ზოგადად საქართველოში, პირველი ინტერვიუ, სადაც შენ მიყვედი სტუმრად და შემთხვევით ძალიან. ბოლო იქნები, მაგრამ შენ თუ კიდე იქნები ჩემ ხასიათზე anytime babe. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით.